დედის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ გამორჩეული ბიოგრაფიის ქალბატონებს უმასპინძლა. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მელგუჯა გვაზავამ და საბჭოს სხვა წევრებმა მადლობის სიგელი გადასცეს სამშობლოსათვის თავდადებული გმირების აღმზრდელ დედებს, რომელთა შვილებმაც აფხაზეთში ეროვნულ სახელმწიფოებრივი ინტერესების დასაცავად მტერთა ბრძოლაში სიცოცხლე გაწირეს. დედის დღე ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულია განსაკუთრებით იმ ხალხისთვის, რომელიც ატარებს დედის სიყვარულს, მანდილს და არიან დღესაც გმირების დედები. ყველა გმირია, ვინც რო ქვეყნისათვის, ქვეყნის ერთიანობისათვის, საქართველოს მთლიანობისათვის თავი რო გაწირა, ყველა გმირია. იმედია, რომ საქართველო გამთლიანდება და გმირების მოგონება და არ დავიწყება იქნება მუდამ. 92 წლის 2 ოქტომბერს დაიღუპა ჩემი შვილი გაგრაში. ახლა მე ყოველთვის კი უნერგავდი იმას სამშობლოს სიყვარულს, მაგრამ თვითონ იყო ისეთი მოწოდებით, რომ ძალიან უყვარდა თავის ქალაქი და დარჩა თავის მასში, აიღო იარაღი და დაიღუპა გაგრის აღების დროს. საქართველოში ყოველთვის ყოფილიყოს ერთიანობა, მშვიდობა და ყველა ყოფილიყოს კარგად, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის ყოფილიყოს კარგი მომავალი.